ყურა. ნახება, ეხლა მაინც რა სიტყვის ის კუდიანი დირექტორი. ვაიმე დათო შედი უკან დროზე შედი არ შემიძლია მაგ პერანგის ფერს რო უყურებ ცუდად ხვდები. მარიკა ის კაცი ვინ იყო დათოს ოთახში რო შევიდა? ვინ კაცი ირაკლი მე არ დავინახავს? რა არ დაგინახავს მარიკა ახლა შევიდა ნარინჯისფერი პერანგით ვინ იყო ის? ვაიმე ირაკლი მაგ ფერს მოახსენებ ცუდად ხვდები არ შემიძლია. აი ვინ უნდა ყოფილიყო დათო იყო. აი მარიკა ხო ხედავ შენც ცუდად ხდის უკვე მაგის აკოფნა. დათო რა მაგარ ფორმაში ხარ? აი ესე დაენახე შენ დირექტორს და პრემიას დაგინიშნავს. დაჯექი აქ და ჯობია მითხარი ვისთან წავიდე დღეს კონსულტაციაზე. ვაიმე მარიკა ვისაც კი ვიცნობდი ექიმს არა ექიმს და ვისაც არ ვიცნობდი ყველასთან მყავდი და რა ვქნა მითხარი? რომელი ჯობია გაგნიძე, ხუციშვილი თუ მიქელაძე? გამირკვიე გოგი. ალო გოგი ხო მე ვარ როგორ ხარ მადლობ კარგად მეც ისა გოგი რა მაინტერესებს შენი აზრი მაინტერესებს რომელი ექიმი ჯობია ღვინო წვადი თუ მალე როთრება ის მადლობა მალე როთრება ის ანუ გაგნიძე მარიკა რა იყო ირაკლი არ გინახავს ქალი რომ მოხარშულ კვერს ჭამდეს? როგორ არ მინახავს მარიკა მაგრამ 8 წელს კარგი ირაკლი რა გჭირს დღეს ყველაფერი გიკვირს ვაიმე მარიკა კიდე ჭამ? ნო კარგი ხო წავედი მე მოიცა სად წახვედი მარტო მიდი ხარ მარიკა? არა ეკა მითხრა გამოყვებიო დავალოდები ქვემოთ მალე მოვა წავედი ირაკლი ნახე როგორია? რას გავხარდა თო? ძალიან ხო გაიხადა ეგ პერანგი, თორე ხა მარიკა არ ვიცი, მაგრამ მე ნახდა ცუდად გავხდები. კარგი რა 67 ლარი მივეცი, ნუ. თქვენ ახლა იმხელა ხელფასი გაქვთ მხატვარო დავით, რომ შეგიძლიათ თავისუფლება მიცეთ ერთ პერანგში გადაიხადოთ 67 ლარი. ეს მართლა ხელზე რამეს აიღებო? 750. აბა ისო 800 ლარიო. ხო, მაგრამ ჯერ დამიქვითეს, მე 1-2 გასტირდა და ეგარი რა. ხო, დამოვიდა. აბა, ბავშვებო, ადექით. უბრალოდ ბავშვო ადექი. რა, კაგიდი რა ადექი. ხო, კაი რა ირაკლი ხა როგორ მაყურებ ხოლმე ეს პროფესორი კაცი პირდაპირ აი მე ხვდები რა სოკეთებ. ეხო სკოლაში უნდა წავიდე რა პირველად და რეპეტიციო რა გავდიორებდით გეხოძები და მე ხმარი რა კითხო რა. მიდი ერთი ავეცა რა. კარგი რა ირაკლი რა კითხო რა გამომაკრებინი ქიდანას რა კომერი. კარგი ხო? ო და თუ კარგი ხო ადექით მოსწავლე. სადავდგე მოიცა რა. ექსე დროზე შეცდა გამათი.
მადლობთ. აბა დღეს რა გქონდა დავალებად? გამატარა ერთი კაცო გამიშვა. არგი რა იყო რა დაგემართე ხოლმე? დამეხმარე მეთქი ხთხოვე ხო? სუთა ხანი სუ. ვერ მოვასწარი დავალება დათობას. ვერ მოვასწარი. კუჭის პერფორაცია შემოვიდა პერიტონიტით. და ვერ მოვასწარი. ის ხო კარგად მოასწარით ბარსა მიაწექიო? აუ დათო ისე იმ დღეს. ჯერთი პატრიცემულო დავით. აუ პატრიცემულო დავით ბარსა იმ დღეს. ეხა მისმინეთ ერთი წუთით. ჩხეიძე დაჯიკი? სად დავჯდე კაცო სად? დაჯიკი ნუ გიუნდები. დაჯიკი და დაიმახსოვრე. ესე იგი პირველ რიგში დია. ეს გოგო თმებს წიწკნის. ვიყავს და ლანწავს. როგორ არ გწვენია შალბონ? რა სერჩი ხან ბუჩლა ბავშვს ა? მეორეთ არის გამიგეკით რაღაც. სად გავჩერდი ხო? მეორეც. დათობას? დაგცინა. რა? დაგეჯღანათა. ეხლა მე შებრუდით კუთხეში დადეკით. წვირით კედლისკენ. აი ესე. ჯიგარი ხარ დათობას. გამოცდები რომ მოვა, ნახოთ, მაშინ ვიგაიცნებ და საერთოდ თქვა მოიყვანთ სიძეს ჩემთან სკოლაში. ზრ რა არის ზრ რა უნდა იყოს ზრ გაგვეთილი მორჩა და ზარია ზრ კარგი რა ირაკლი რა დროს ვაიმე დაგო ზრ აჰა ზრ მიდი ხარ დათობას? ხო მიდივარ. სად დათობას? უი დათობას მოდი ერთ ჩემთან. მოდი მოიბინე. მობრუნდი. უი არა მომეჩვენა მეთქი დასრულიათ ხო გაიქეცი მიდი. აბა მიდი. დათომას მოდი ჩემთან. მოიბინე ჩემთან მოდი ჩქარა. კარგი რა ირაკლი. რა კარგი რა დადექი ერთად დაბანახე. ფეხსაცველები მანახე. ერთნაირია ორივე აქედან ეტყობა შუქი უტყავდა სხვადასხვა ჩანდა. კაი გაიქეცი მიდი. კარგი რა. ზრ დათომას მოდი ერთუს. მოდი დროზე დაგაგვიანდა. გინდა. შენ ხო ხაფრის პედაგოგი. მე ფუნჯები ხო არ ხჭება. მიდი აბანახე. არა. უი დაგაგვიანდა ზრ მიდი. დათომას რამე ხო არ ხჭება. ზრ ფეთევა ბატონო ლაშა სად არის? გაზეთებზე ჩავიდა. ეთყობა აქციაა ესეთი. გაზეთს რომ იყიდი, მე ერთ ბოთლ არახს გჩუქნია. რა? კარგი რა თამარ, ამ დილაუთენია რა დროს არაღია. არა არახს ვინჩივის, ლიკა ტალახაძეს ელაპარაკება. რა? მოიცადე? კარგი, ნუ მორბი ხარ, წავიდაო. ვაიმე თამრი. მითხარი ყველაფერი რაც დაინახე, ხელი ჩამოვარდა თუ გადაკოცნა. რა უთხარ, შემთხვევით ხო ვერ გაიგე ქვემოდან, გემუდარები მითხარი, არაფერი არ დამიმალო. დამშვიდდი, ქეთევა, მაგრამ აი ხელიც არ ჩამოურთმევიათ ერთმანეთისთვის, ისე წავიდა. შენ გაიხარე თამარ, ყოველთვის მქონდა მე მაინც ლაშიკოს იმედი რა. მოიცადე, შენ ხმა არა მოიღო პირველი მე ვკითხავ. რაო ქალბატონმა ტალახაძემ? როგორც შენ თქვი თამარ ზუსტად ეხლა ისე მოხდა ყველაფერი. ხელიც არ ჩამოურთმევია. როგორც კი დამინახა ეგრევე შენ სამსახურზე მკითხა. რა ქნაო თამარმა დახურა პრებედინაო? შენ რა უთხარი? როგორც დამაბარე თამარ? კი არ დახურა მეთქი. საკონტროლო პაკეტი უცხოელ ინვესტორებს გადასცა. ხაჩა, ლაშიკა. ხაჩა. ეგ რა არის? ეს ეხლა განვიხილოთ. ეს კი საღამოს ირაკლისთან ერთად. და ეს რა არის? რა უნდა განვიხილოთ, რა არის? მე რეგვერდზე გადაშალეთ. ჩემი განცხადებაა დაბეჭდილი. რა განცხადება ლაშა? მომისმინეთ რა განცხადება და ამჟამად მარტო მე ვმუშაობ ამ ოჯახში. ნუ ეხლა. ხო. და შემოსავლის გასაზრდელად
გადავწყვიტე სარეკლამო განცხადება გამეკეთებინა გაზეთში. ჩემი სტომატოლოგიური კაბინეტისთვის. აი ვიპოვე აი შეხედე ხო შეხედე რა როგორი თავისნაირი მსუქანი შრიფტით დაუბეჭდავს მაღალ კვალიფიცირებული სტომატოლოგი ლაშა ტორონჯაძე გეპატიჟებათ სტომატოლოგიურ კაბინეტში ტოროდენტი ეს ტოროდენტი რამ დაგაქმევინა აბა თამარ პრებედინა დაკავებული იყო და მანახი აბა მანახე ესე იგი სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობა ტელეფონი აიღებს თამარი იკითხეთ ლაშა ოჩახ ლაშიკო ლაშა ოჩახ ბატონ რას აკეთებ თამარ? რა? პრებედინას დახურვიდან 40 დღე არ გასულა და ტელევიზორს თა. იდე. მიდი რა მაჭამერა რამე. კი ეხლა ველაშიკო. ეხლა. ისე თამარ რა ვიფიქრე იცი? აი ხლა აი ამ ჩემი განცხადების მერე უამრავი კლიენტი მოვა. მარტო კიდე მე ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდები. თან შენ დროებით უმუშევარი ხარ და ეკთნობა რომ შემოგთავაზო რა სიტყვი. ვაიმე არაჩვეულებრივი იდეა თამრი და სამსახური სახლთან ახლოს გექნება. ხო. ეხლა გადაწყვეტე რაღაც ფიქრობ. მე კი გადავწყვიტე უკვე ლაშა, მაგრამ ეხლა იცი რას ვფიქრო? ხო. ფული გამოგართვა თუ წილში ჩაგიჯდე, ჰა? არა, იმიტომ რომ ფართი ხო ჩემი საკუთრებაა. 20% და შევთანხმდით. შევთანხმდით. აი ოჯახი. ისევ შენთვის. თამარ, მიდი ახლა შევუდექი მუშაობას. მიდი. ალო, დიახტოროდენტია. არა, ექიმი არ ვარ მე. მე აქციათა 20%-ის მფლობელი ვარ. დიახ, ჩიკა, ვის ელაპარაკებად წაღან? ანდროს. რა? გამოგივლითა. მართლა უიწავალ მაშინ ალუბლის წონს მომზადე. ალუბლის წონს? სალომე, აბა იმ გოგოს რა უთხარი აღარ გვაქო? იმ გოგოსთვის აღარ გვაქვს. სალომე, შემეცოდა სანდრო, ვიზა რომ არ მისცეს. ჯერ უარი არ უთქვამთ, საბუთები შეავსე და მოგვიტანეო. ხო და მეც მაგას არ ვამბობ, მე ვინ მისცემს სანდროს საბუთებს? ხა სანდრო როგორ შეავსებს? სანდრო, სალომე, ერთი. ხო ვიცი, ალუბლის წონი ახლა მოვიტან. ო, რა მაგარიხარ? საიდან იცოდა? რა იცოდა ეხა სანდრო მიხვდა ისე სალომემ საიდან უნდა იცოდა შერაგინდა. შენ ეშვები რას კითხულობ? რას კითხულობ და ანუ გადავწყვიტე რომ მართვის მოწმობა ავიღო და ეს თეორიას ვსწავლობ. მოიცე შენ სამსახურს არ ეძებდი? რა მოგივიდა, ანუ რას ვერ მივხვდი და უყვერდი? ჯერ მართვის მოწმობას აიღებს. მერე მანქანას იყიდის და ტაქსისტებს იცი რა შემოსავალია? არა, ტაქსი, სანდრო. არა, უბრალოდ თავისუფალი დრო მაქვს, არაფერს არ ვაკეთებ და ვიფიქრე გავერთობ ვისწავლით, გო შენც ესე არ ხარ? როგორ? როგორ და არაფერს არ აკეთებ, თავისუფალი დრო გაქვს და ცხოველებზე მიყავს გადაცემა. კარგი, რა ქენ ვისწავლე წესები? თავის არ მეშინია, სანდრო, პრაქტიკაზე უფრო ნერვიულობ და ირაკლი შემპირდა რომ გამეცადინებო. არა, პრაქტიკა არ არის საერთოდ საშიში. პირიქით, ერთხელ თუ ჩაიჭერი, მეორეც მიხვალ, ნუ მეორე თუ მესამედ, მეოთხე. აი ხა შენ რა იცი ახლა სანდრო? როგორ არ ვიცი, მეც ხო დავდიოდი და ბოლოს მომბეზრდა და დავანებე თავი. სანდრო, შენ თეორია ჩააბარე? ო, აბა. როგორ ჩააბარე? იცი რამდენი ნიშნებია? რამდენი ნიშნებია? ერთი ნიშანია შუქ ნიშანი. მე ოკაი. წითელი, ყვითელი მწვანე. კაი რა მართლა სანდრო, რა წითელი ყვითელი მწვანე, იცი რამდენია საგზაო ნიშნები?
აი სამკუთხედში ან მრგვალში რო რაღაცები ხატია, ხო იცი, მაგაზე გეკითხება. ეგეც ვიცი, ეგეც ძალიან კარგი. კი. აბა მითხარი, სამკუთხედში რომ ძროხა ხატია, ის რას ნიშნავს? ფრთხილად ძროხა. მოდი, სამკუთხედში ბავშვები? ფრთხილად ბავშვები. და აბა სანდრო, წრეში რო ხაზი ხატია, ის რას ნიშნავს? ფრთხილად ხაზები. მარტივი ლოგიკაა რა, რას ვერ მივხვდი. მარტივაში. გეხოთა მე მითხარი, კიდე რა ნიშნები იცი? კიდე რა ვიცი, ძროხა გითხარი ბავშვები. უი, კაცი რო ბარავს. კიდე ის რო არის, ველოსიპედი. აუ, რომელი მიყვარს იცი ყველაზე, აი მაგნიშაზე ვგიჟდები. აი, მანქანა რო ნაპირთან არის და თან წყალში რო ვარდება და თან არ ვარდება. ძალიან კარგი ნიშანი. აი სანდრო. მადლობა. თიკა, უთხარი მართვის მოწმობის აღება რო გინდა? კი, უთხარი და სანდროს ცოდნია მანქანისის ნიშნები როა ძალიან მაგრად. ხო, თავისი საყვარელი საგზაო ნიშანიც ქონია. მეც მაქვს ჩემი საყვარელი საგზაო ნიშანი. აიცი რომელი? აი ეს მანქანა ნაპირთან რო დგას და წყალში ვარდება თუ არა, რო ვერ გაიგებ. აი ეგ მიყვარს ძალიან. რა მაგარი ხარ სალომე? მართლა? თიკა ისე, ნუ არ თქვათ მოგცეთ ეს მართვის მოწმობა და გაქვს ყავს უკვე მანქანა. აი სად უნდა დააყენო მე ეს მანქანა? რა უნდა დააყენოს? ანანო ვინ დააყენებინებს? ღლონტები იქ გამიყვანე, აქ გამომაყვანე, იუზასთან წამიყვანე, წამომიყვანე, გამომაყვანე, აი ასე. გამარჯობა. გამარჯობა. ბავშვებო, ალბათ თქვენ როგორც მიხვდით, მე ვარ თქვენი ახალი ხატვის პედაგოგი დათო ალექსიც. იმ სკოლაში, სადაც მე ვასწავლე და სადაც წამოვედი, იქ მეძახდნენ პატივცემულ დავითს. თქვენ შეგიძლიათ წინ წაიწიოთ და დამიძახოთ ღრმად პატივცემული დავით. გასაგებია? დიახ. ძალიან კარგი. ხო, ეხლა რაც შეეხება ჩემთვის მთავარი არის დისციპლინა. გასაგებია? დისციპლინა. არავითარ შემთხვევაში მე ვერ არავიტან დაგვიანებას კლასში. კი, მაგრამ თქვენ რომ 10 წუთით დააგვიანეთ. თუ რა ხიათ? ნინ. თუ არ შეწუხდებით, წადით ახლა სამასწავლებლოში. ცარცი აიღეთ და მომიტანეთ. ცარცი უჯრაში დევს. მაშინ აბზანდით აიღეთ ეს ცარცი უჯრიდან და სამასწავლებლოში წაიღეთ. მადლობთ. რაზე გავშერდი? დისციპლინაზე მას. ძალიან კარგი, მადლობთ. არავითარ შემთხვევაში მე არ დავუშვებ გაცდენას, დაგვიანებას. ჩემ თავზე მეცილება რა. რას კამი მივესი. გამეცით მას? თქვენ კიდევ რამდენი რამე უნდა ისწავლოთ. ესე იგი, ეხლა ჩვენ ამოვიკითხოთ სია. ადეიშვილი. ადეიშვილმა ცარცი გაიტანა მას. ძალიან კარგი. თუ გაიტანა. არჩვაძე. ვარ მას. სასიამოვნო. დანელია. დანელია მე ვარ მას, სოფო. სოფო. დანელია. ზამთარაძე. ვარ. ძალიან კარგი. კალანდაძე. რამა?
კალანდაძე მეგონა და კალანდია ყოფილა. საოცრება. კალანდია. კალანდია აბადა მას არ დადის. აჰა. სიკი დაუწევთ არ. გასაგებია. აჰა. ეხა ჩვენ დავშვებით. ჯინჭარაშვილი სად არის? ვარ, მას. დელიკა. შეიძლება მას. რატომ მიგვიეთ? თქვენ არ გაუშვით მას? რა გაცინებს? ეხლა სანამ გადავიდოდეთ გაკვეთილზე თუ იმ ეს დამიკითხები გაქვთ შეგიძლიათ დავისვათ. შეიძლება მას. დიახ. თქვენი ყველაზე ცნობილი ნახატი რა არის მას? კარგი შეკითხვა. მომეწონა. ძალიან. ჩემი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ნახატი, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის არის თქვენ არ გეცოდინებათ და ალბათ მოტეხილი ანძა. ამანძაზე არის ხალხი და ეს ანძაა ტალღებში. ეს ხომ აივაზოვსკის ნახატია მას. აივაზოვსკის ნახატი ეს არ არის. აივაზოვსკის ნახატი არის მე-9 ტალღა და ჩემი არის მერვე. გასაგებია? ნამასწავლებელი და რა გასწავლოთ ბოლოში რა იყო ბოლო გაკვეთილი თქვენი მითხარით შეგვიპასუხე. ბოლო გაკვეთილი ჩვენ ქონდა მე. რა? ეხლა ვეგეთყვით, ბოლო გაკვეთილი ქონდა ძირითადი განსხვავება ნეოიმპრესიონიზმსა და პოსტიმპრესიონიზმის შორის. ძალიან ჩამორჩენილები ხართ ბავშვები. ძალიან ჩამორჩენილები ხართ პროგრამას. საზრაფოდ უნდა დავეჭეთ, ამოიღეთ ეს ახლა გაქვთ კურსების და უკვე კარგია, ფანქრები ყველას გაქვთ უკვე. კარგი ბავშვები, გადაშალეთ. ესე იგი, ჩვენ დღეს დავხატავთ ესეთ რაღაცას ნახატს ერქმევა ბრძოლა. ესე იგი, სათაური იქნება ედიშერი უტყავს ლიანას. ამ პირიქით. რა? გასაგებია, დაიწყეთ ხალ. გამარჯობა ბატონო დავით. გამარჯობა ბატონო. სულ რამდენიმე წუთით მოგაცდენთ. აი ეს ანკეტები უნდა შეავსოთ. მალოთ. და ხვალ კადრებში მიიტანოთ. აუცილებლად. და კიდევ ერთი. დღეს თქვენს კლასში მოგემატებათ ერთი ახალი მოსწავლე. სხვა სკოლაში სწავლობდა. შემოდი, მოდი. თუნცაკა ხართ? დაარტყის. თორნიკე კალანდაძე. სოფო დანელია. სასიამოვნო. დათომას. მაგარი მანქანა უყიდია შენ ძმას. ხო, თვითონ არეცალა ირაკლი და მე დამიტოვა. ბანკში წავიდა პატრულის ჯარიმები უნდა გადავიხადო. იცი რა, მაგრა ატარებს მანქანას. ეჭვარ მეყარება თიკა ახლა შენი ძმა რომ მაგრა ატარებს, მაგრამ ჩემზე გამოცდილ ძღოლს შენ ამ ქალაქში ვერ ნახე. კაი. კაი. თიკა, ის ციცრები იყო ერთადერთი შემთხვევა. აი, სხვა მითხარი აბა კიდე რამე. შენ მითხარი, შენ ჯობია, ვინ გასწავლა მანქანის დარება? მე გოგი.
მომიყევი რა, პირველად რომ დაჯექი და პირველ გაკვეთილზე რა გითხრა? არაფერი არ მითხრა. არა? გათიშული თვალი იყო. სახში ვერ მიდიოდა. ხო, და ჩავდე გოგი თავის მანქანაში. ხო, და დავძარი მანქანა, გავატარე მაშინ პირველად და გოგიც მივიტანე სახში. ირაკლი, მე არ გაგეჭირდა? მე არა და აი მანქანას ცოტა გაუჭირდა. მომისმინე. თეორიულ კურსში არ ემზადებით იკა? კი, ვსწავლობ და რაღაცები ვერ მივხვდა. დღეს შეგაწუხებ რა, ხო? რა პრობლემაა თიკა? ყველაზე მნიშვნელოვანს თუ გინდა ახლავე გასწავლო. მიდი, ისე. ესე იგი, მე ახლა შენ გეტყვი იმას, რაც უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველა მძღოლმა, ვინც ჩვენ ქალაქში დადის მანქანით. ხო. აი დაუშვათ მიდიხარ თიკა და ამ დროს ქუჩაზე გადადის სანდრო. რას აკეთებ? სასწრაფოდ ვაჩერებ მანქანას. სწორია. მე გადმოდიხარ მანქანიდან. ხო. სხვა მანქანებსაც აჩერებ. საერთოდ აჩერებ მოძრაობას იმ ქუჩაზე და ყველას ერთად გადაგყავთ სანდრო. როდესაც დარწმუნდები, რომ სანდრო არის უსაფრთხო ზონაში, დაჯდებით და განაახლებთ მოძრაობას. დავიწყოთ, მიდი. კი ბატონო, დავიწყოთ, მზად ხარ? კი. დავიწყოთ რვიანით. მრით? რვიანით. ეგ როგორი რაკლი? კარგი. მაშინ დავიწყოთ დაძვრით. აი მიდი აბა როგორ დაძრავ? აბა როგორ დავძრათ? დავკაკავ და წავა, ხო? სიგნალით დავიწყოთ. კარგი, სიგნალით ირაკლი. სიგნალი და ეგეთი რაღაცები ვიცი მეც რაღაც. ეგეთი რაღაცები რა იცი, ერთი მანახი რა იცი. რა ვიცი? დიახ. ეს თუ იცით, იკა, ახლა ცოტა გავართულოთ. მე ახლა შენ გასწავლი, როგორ უნდა ვიხმაროთ ციმციმა. ხო იცი ციმციმა? ანუ რომ გადაუხვევ აქეთ, რომ გადაუხვევ იქით, აუცილებლად უნდა აციმციმდეს ეს ციმციმა, რომ მანქანებს ანახოს აით მიდიხარ. აი მაგალითად აი ასე. მოიცა? გადადია? ირაკლი. აშკარად გეტყობა რომ გამოცდილი მძღოლი ხარ. ლაბარაკი გაკვეთილზე. ახლა გავიცინეთ და გვეყო. მიდი. დამშვიდდი, დაწნარდი? ხო, არ გეტყობა რაღაც. ესე იგი, თუ ასეთი მაგარი ხარ, აბა მითხარი შენ მე, რატომ აქვს მანქანას ეგრეთ წოდებული გაზის პედალი? ეგრეთ წოდებული გაზის პედალი? დიახ. იმიტომ აქვს რომ დავაჭერთ და უფრო სწრაფად წავა მანქანა. ოჯახ. მაშინ მითხარი, რატომ აქვს მანქანას მუხრუჭის ეგრეთ წოდებული პედალი? მუხრუჭის აქვს, იმიტომ რომ დავაჭერთ და გაჩერდება. ოჯახ თიკა. ახლა მითხარი, რატომ აქვს მანქანას ეგრეთ წოდებული კონუსის ეგრეთ წოდებული პედალი? ეგრეთ წოდებული კონუსის რატომ აქვს? მე ირაკლი მეც ეგარ მიგურს რატომ აქვს? რატომ აქვს? ხო ხედა უკვე რა წინწავებით? აი ამ მოკლე ხანში რა წინწავებით რომ გიკვირს რატომ აქვს ეს პედალი? მესმის. კარგი თიკა. მაშინ ახლა სიჩქარეში ჩავაგროთ. აბა მიდი პირველში ჩავაგდე. მიდი. თიკა შენსკენ და წინ. თიკა შენსკენ და წინ. ირაკლი პირველში და მეორეში მიჭის და მესამეში და მეოთხეში იცი რა მოგრავაგდე? მესამეში მეოთხეში მოგრავაგდე. თიკა შენ დარწმუნებული ხარ რომ მანქანის ტარება გინდა? ირაკლი ძალიან მინდა რომ ვისწავლო, მაგრამ იცი არის ავტომატიკა მინდა მე, იმიტომ რომ ეს უფრო მარტივია და მე მგონი უფრო ადვილად ვისწავლო. არა, დაგეთანხმები, ალბათ ამ შემთხვევაში დაგეთანხმები, იმიტომ რომ რამდენი ხანია გიყურებ შენ და ავტომატიკა არის, აი გამოწერილია შენთვის ავტომატიკა. ოღონდ როგორი ავტომატიკა გინდა, იცი შენ? აი მე მძღოლი რომ მოყვება. არა, მართლა ავტომატიკა ბევრად მირჩევნია, თან ძალიან მარტივია. იმას ესეთი რაღაცეები არ აქვს და თან მარტო ორი პედალი აქვს. წკაპ და მორჩა. თიკა, მაგრამ არ ჯობია რომ ერთ პედლიანი მანქანა გაიგო, ხა? ერთ პედლიანი არსებობს? ნუ და რამდენიც გინდა ზოპარკში, თიკა? დავდები, ეს წკუპ აღარ დაგჭირდება, მარტო წკაპ წავიდა და ეგ არის. ირაკლი, მასწავლე ხლა რამე, თორე გამოცდაზე რომ მივალ რა უთხრა, ბუზუ? კარგი, ბუზუ როგორ ეტყვი გამოცდაზე? დამშვიდდი ახლა დაწნარდი, ხო? დავძრათ ახლა მანქანა, დაძარი ისე როგორც მე გასწავლე, მიდი. ხო, ესე იგი.
ღვედი უნდა შევიკრა. ნუ შეიკარი მე არ მეკრება. ესე იგი ხელის მუხრუჭი ჩავწიეთ. სარკეები შეამოწმე? კი, სამივეში კარგად ჩანარ. ვაგრძელებთ ვაჭერ კონუსს. აჰა. მერე ვთავ სიჩქარეში პირველში. ვუშვებ კონუსს და ვაწევი გას. არ მივარ ჩვენ ხა? დგავარ? ვაჰა. რა დაგვავიწყდა? რა? დაქოქვა დაგვავიწყდა. ой, ბარტო ვფიქრობდი რაღაცა მავიწყდა. ო, აი მეც მივხვდი რაღაცა დაავიწყდა თქო და ნეტა რა დაავიწყდა თქო რომ დგავარ. თიკა ძალიან გთხოვ რა გამოსთაზე რომ მიხვალ. არ მოყვე იქ რომ მე გასწავლე ტარება დაე შენი პედაგოგის სახელი ინკოგნიტოდ დარჩეს. კარგი რა კი არ გასწავლე. აუცილებლად ხარ ვფიქრობ რა მაგარია რა მანქანის ტარებას რა ვისწავლი მე მანქანა მეყოლება ჩავჯდები ესე ვივლი მე რა შეიძლება დაგინახავ ქუჩაში მოგისიგნელებ და ჩაგისვამ და წაგიყვან არა მადლობა თიკა მე ეხი წავალ მოემზადება მთავარი ექიმი და შეგიყვანთ. უკაცრავად. წარხელი აქვს. იმას არა, მე კი. გამარჯობათ. გამარჯობა. ორჯანაძის ბინა. შემოდი. დაელოდეთ. რაი გეკეთება? ორჯანაძის ბინაო. სამაჩაბლოსაც ესე ნელ-ნელა დაერქვა სამხრეთ ოსეთი. დავიჯერო ეხლა ყველას კბილით კივა? აი მე კეთებან ერთი ნახე კარგად რა ლაშეს განცხადება პაინის გვერდზე ხომ არ არის გამოქვეყნებული. ერთი წუთი დამაცადე მე ხლავე ყველაფერს გავარკვევ. ერთი წუთი. უკაცრავად ერთი წუთი თქვენ ცოტა ახლოს მობძანდით რა. ცოტა კიდე უფრო ახლოს. იცით რა, თქვენ ქვემოთ ჩამობძანდით, მე ზევით ავალ. ჩამობძანდით. აი ესე ჯობია. აბა გააღეთ პირი და მანახეთ რომელი კბილი გაწუხებთ. გააღეთ პირი. თქვენ? გაუღე პირი. თანაშემწევარ პირი გააღეთ, აბა, მიდი. აბა, კარგად, აჰა, კარგად თუ დავინახო. აბა, აჰა, ხო? აჰა, ისეთი არაფერი გაქვთ, რომ ესეთი კვალიფიციური მედიკოსი მოაცდინოთ. სურათიც მაქვს. სურათიც მაქვს. დამონტაჟებული იქნება. ცნობა თუ გაქვთ, რომ გათხოვილი ბრძანდებით. ცნობა რა საჭიროა? ვაიმე, ცნობის გარეშე როგორ შეიძლება გენაცვალე, როგორ გავიგო კბილი გაწუხებს, ხვირი, თვალი, წარბი, თმატურ აგტკივა, რა ვიცი. როგორ გავიგო ხლა მე შეერა? როგორ დაგიჯეროს ადამიანმა ესე იცი რამდენი მოდი? აბა რა, ესეც მე ვარ, ეხლა რა, დამესიზმრება, მაცადე, კეთება. დამესიზმრება, მეზობლების შემატყო. უკაცრავად. თქვენ შემოგძალეთ. კეთესი. ერთი წუთით არ შევძანდეთ, ერთი წუთით თუ შეიძლება. აი, ცოტა იქითკენ მიიწიეთ და დატრიალდით. დატრიალდით? ხო, ესე. მოიცა. უკაცრავად, თქვენც მოგძანდით რა თუ შეიძლება. აბა აჰა. თქვენ შევძანდით. მადლობა. თქვენ შევძანდით. კი, მაგრამ მე პირველი მოვედი. სამაგიეროდ იმას უფრო გრძელი კაბა ეცვა. აი. დაბძანდით, დაელოდეთ. გამრიაბა შენ რა სიტყვია? მონდენ, დაძეთე. აი მე რა კარგი გოგოა ფიზიკურად, აი მართლაც რომ კარგია რა. არა, ფიზიკურად. მაგას ჩემი ჭკუა მისცა ერთ კვირაში აწყობდა ცხოვრებას. აბა, არა. ახლა ფიზიკურად კარგი გოგოა ნამდვილად უნაკლოა, მაგრამ რა დგინდა? შიგნიდან სუჭიანია. მართალია, ფუტლი არია. რასაკეთებს ახლა ამდენ ხანს? რასაკეთებს? რატო არ გამოდის? აი მე რა დღეში გაქვს ნებები. არ მიყვეს რა ესეც დღეში რო ხარ. აბა, აი მე რა უნდა გითხრა? რა არის?
იმას ხო იცი რა გაუკეთებია? ხათუნა ტოკლიკიშვილს. აბა ხათუნა. ტოკლიკიშვილი. ხო, ბრავო. რანდა მაგისი ქმარი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაღაცა დეპარტამენტის უფროსია. და ეს ხათუნას რა გაუკეთებია? ესეთი კონტროლში ყავს რა სულ და ეს სამინისტროს ახალი შენობა სულ მინისგან გააკეთებინა რომ უყუროს. აი ხალიბა რომ მაგარი დათქვას თავი, რატომაცა? დამაცადე ახლა მე ვიცი რასაც გავაკეთებ, ახლა ერთი წუთი მაცადე. ვიკეტებით. კი, მაგრამ როგორ მე ამდენ ხანს ველოდებოდი? ვაიმე, დამრი საერთოდ ვერ გძნობს საშიშროებას. საერთოდ ვერ ხვდება რა შეიძლება დაემართოს. ვიკეტებით იმეორებთ. ვაიმე, არა ქალბატონო, თქვენ ბრძანდებოდეთ. დაბრძანდით, ექიმი წუთი-წუთზე გამოვა უკაცრავად. ეხლა მე რამდენად გაგიმეოროთ ვიკეტებით. არ თქვი მე გასაგებად თუ მაგრამ ძალიან გთხოვთ, გადაწყვეტილება საბოლოოა და მიბრძანდით, კარგად კბილზე არ იფიქროთ, დაიჯერეთ რომ არ გაწუხოთ. აი ტვინში დაიჯერეთ რომ არ გკივათ. ხო, აი ესეც მე ვარ. აბა გაღიმებული სახით ჩავირდინოთ კიბეები. მეკეთოსი, რამდენ ეგეთთან მოგიწევს საქმის გარჩევა ვინ იცის რა? არ ვიცი რა, აი ეს ყოფილა გენაცვალე ჩემი ხვედრი. ისტორიაშიც ხომ გვასწავლიდნენ არა? ერთ ქართველს 10 მომხდურთან უწევდა თურმე ბრძოლა, ხო? აბა, აი მე უნდა შევიდე რა, უნდა შევიდე, რომ ვეღარ ვიცფენ უკვე. უნდა სად უნდა შეხვიდე მოგკლავს კაცოლაშა. მომკლას, ჯობია მომკლას. დავისვენებ. ვა! ნახერა მიცუბიში მიცა? ვა! ირა, ჭო რასტრი. ნახე სკოლაში რაღაც ანკეტები მომწეს და შემავზებდი და გიხოცები და. ეს არა ანკეტები არა, ის დათო. კარგი რა, თიკას ველოდები, ეხლა წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს, ემზადება თეორიულ კურსში. მართვის მოწვევის აღება უნდა, გოგოს უნდა დავეხმარო რა. შენ თვითონ შეავსე 10 წუთში შეავსებ მაგას რა უნდა. 10 წუთში შეავსებ შენ ამას? ჰა? შენ შეავსებ ამას, მე ვერ შევავსო. შენ შეავსებ ხა ამას 10 წუთში, მოდი კიდე დავმზნავდეთ. მოიცა რა დათო რა. დავმზნავდეთ არა ის, მიდი კარი გააღე. მიდი. ხარი თუ მე გავაგიხავ, შენ შეავსებ ამას. გამარჯობა დათო. ავიტანე ირაკლი ბილეთი. თიკუნა. რა ჯექი? მიდი. დავშვი. დავიწყოთ კი ბატონო. მიდი კარი გააღე. და შენ მეუბნები ამას შეავსებ 5 წუთშიო ირაკლი. შენ ეს ერთი 10 წუთში გითხარი მე. მოდი 10 წუთში. 12-ში ხო შეავსებ? კარგი. ვა, მოხვედით? გამარჯობა. რა ვექი, მახო ყველაფერი კარგად არის? ყველაფერი ძალიან კარგად არის, აი რაღაც კითხვარი გამოგვეტანა და უნდა შევავსოთ. აჰა. ძალიან კარგი. დავიწყოთ რა. აი ეს რა ნიშანია? რა თიკუნა? რა ნიშანია ეს? ეს ნიშნავს აქ გაჩერება არ შეიძლება. ვაიმე თიკა. ეგ ნიშანი დამაკიდინა აი ამ კარებზე. ვაიმე. ირაკლი, აი მარეგულირებელს ხელი აი ეს რომ აქვს აწეული ეგ რას ნიშნავს? შეჩერდი. შეჩერდი? ხო რა იყო? აუ, ახო, სმავიცდება ეგ. რა ვერ იმახსოვრებ? რა უნდა თიკა მაგას? აი მე მაგალითად ხო რაღაც ჩემი მეთოდები მაქვს ყველაფრის დამახსოვრების, შენს გასწავლე. ეხლა უყურე, ეხლა როგორ ნახავ რომ მარეგულირებელი ასეა, ხო? გამიხსენე მე. ჩემით დაიმახსოვრე. მე რომ ამბობ ხოლმე, ეხლა მოიცა. ეხლა შეჩერდი. ხო, მიდი კარი გააღე, მიდი. მიდი დაკავებული ვარ მე, გააღე კარი. მე რას ვაკეთებ ხა? არ ვიცი მე, გააღე კარი. 10 წუთში შეავსებ. 10 წუთში კი არა 20 წუთში შეავსებ 18. ოჰო. ირა. ხო. საელჩოდან აი ბლანკები გამომატანე შეავსებდო, მომეხმარე. აი მე სანდრო არ გონია ეხლა ასე უცებ მოხმარებით მოგვარდეს ეს ამბავი. დაჯექი ცოტა ხანი დამელოდე დავამთავრებ თიკასთან და შევავსოთ ერთად. მიდი. აი მაშინ მე დავიწყებ და შეგეკითხები ხოლმე. კი განაცვალე, მიდი. დაჯექი. ხო. აი ესეთი სიტუაცია თუ უპირატესობა ვისი აქვს? მოიცა ერთუც ეს მარეგულირებელი როგორ დგას ეს პოლიცია. მოიცა ეს ასე. ხო. ნუ ეხლა
თიკა, ამ პოლიციელს რო დისკოზი და პოლიართრიტი აქვს, ორი აზრი არ არის და თავში რა უდევს მე რა ვიცი. ირა. აი ნახე, საცხოვრებელი მისამართი მიუთითებდა, რომელი მიუთითოია? კარგი ხო, გაიხუბრე ხარა, იყო რა. ბატონო, გვარში რამე გენეტიკური დაავადებები ხომ არ ქონიათო და რა დავწერო? როგორ არ ქონია თქო, რეაქტიული ნევროზი. ნევროზი ვის ქონდა? და რატო ქონდა რა, ეხლა არა აქვს შალონას ნევროზი? ირა, რამე ბრძოლაში თუ მიგიღიათ კონფლიქტში მონაწილეობა? სანდრო, ჩაწერე 1943 წელი სტალინგრადი. საელჩეში უნდა მიიტანოს და არ გაუშვებე. კარგი ხო, დათომ რო დაგწრა შენ, მაშინ სად იყავით, სად დადირობდით? კუმისი ხო? ჩაწერე კუმისის ბრძოლა, არა, ბრძოლა ხმალაღალი ნათქვამია. ეს შეტაკება კუმისის კონფლიქტი. ეგრე რა ირა, თორე მართლა კინაღებს სტალინგრადი ჩამაწერე. ჩაწერე. აი ირა, ტელეფონის ნომერიო და ეს ნომერი მივცე? არა, ეს ნომერი რატო ბათუმის ნომერი მიეცი დათომ? მე იქ რო დამირეკონ და მე რა პრობლემაა, ჩახვალ და უპასუხე. თან დარჩები იქ ცოტა ხანი, ან დიდხანს დარჩები. რა ვიცი, მე ხო შეიძლება ხშირად დაგირეკონ და ყოველ დღე. ირაკლი, რა არის ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. კარგი. ერთი სიტყვა დამიწერე, გავიდა უკითხოთ მე. აი, ირაკლი რა კარგი რა. მოხვედი? რა ხდება აქ? ქალბატონო თამარ, აქ დაიწყო ფენ მარათონი 2009. რაიმე, როგორ მიყვარს მარათონი? იმან იმდენი გადმორიცხა, ამან ამდენი გადმორიცხა. ერთხელ მე და ქეთევანმა კინაღამ რაღაც გადავრიცხეთ თანხა. ირაკლი, აი ექიმების კითხვა. როგორ უნდა დავადოთ არტახი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ფეხის მოტეხილობისას? რაც შეიძლება კარგად. ბიჭო, ეგ არ წერია. მიაწერე. ირაკლი, კროსვორდს ვავსებდი და პასუხი ვერ გავიხსენე, მე შემდეგ ნომერში ვნახე, იქაც რაღაცა ვერ ვნახე და მაინტერესებს შენ გეცოდინება ერთი. მყარი შენადნობის მისაღებად საჭირო ლითონი. კობალტი. ირა? პირადი ნომერი ჩაწერეო და რომელი ჩავწერო? ვაიმე, სანდრო, პირადი ნომერი 1-ია, რას ქვია, რომელი ჩაწერო? რა სიძახი ხარ, რა 1, მე 2 მაქვს, მაგთი და ჯეოსელი. ირაკლი, შეხედე, აი ამ სიტუაციაში მე ვის უნდა დავუთმო გზა? ის რა უნდა დაუთმო, გოგო? ყველაფერს ესე რო თმობ, იმიტომ დადიხარ უმუშევარი. მომიშალე უკვე ნერვები აღარ შემოვალ, აქ არა შემოვდიოდი. ალო. ხო გოგი. როგორ ხარ? ხო. რა ჩაწერეთ კლინიკურ დიაგნოზში? კარგი გოგი რა. კარგი, რამდენჯერ უთხარი მე მკურდალ ექიმსაც უთხარი. მაგკაც ჭირს მაობლიტირებელი ენდარტერიტი. ასეთნელი ამის დამახსოვრება კაცო. ხო. ვერ წერი რა. სანდრო, აი ეს აიღე და გადაიწერე ჩემგან, მიდი. ამან არ დამინახოს. ჯიგარი ხარ. ხო გოგი, ხო. კარგი დამირეკე რო გაარკვევ. კარგი. ირაკლი. პროტექტორის სიმაღლე რამდენი უნდა იყოს მოტოციკლეტისთვის? 0.8. ირა? მე ნასამართლები ვარ. არა. რამდენი შვილი გინდა გყავდეს? 3. ირა, აი ნახე. ხოთ დაელოდოთ ოპერატორს. გადამრევს ეს სანდრო რა. გამაგიჟებს მე ეს ბიჭი. ვიზიტის მიზანში შლაგბაუმიანი გადასასვლელი რა ჩაწერე.
სულ მე უნდა შევავსო და ხელიც მე უნდა მოვაწერო ბოლოს რაღაც სასწაულს იზავს ეს ბიჭი რა. ესე იგი, ხო, თამრი, დაწერე. სტომატოლოგიური კლინიკა ტოროდენტი. დაწერე? ტოროდენტი. უმტკივნეულო მკურნალობა. ხო. კბილების გაწმენდა. დაწერე? მეცადე. კბილების გაწმენდა. და უახლესი აპარატურა. აპარატურა თუ აპარატი? აპარატი, ხო. ხო. კვალიფიციური პროფესიონალი პროფესორი დავწეროთ? დავწეროთ, ვინდაც გაიგებს. პროფესორ სტომატოლოგი ლაშა ტორონჯაძე. ხო. დაწერე? მაღალი და სიმპათიური გოგონები ნუ გამოგვეხმაურებით. გამოგვეხმაურებით? ბიჭებს შეგიძლიათ.